ეს კადრები უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა გაავრცელეს. წარწერით წარმატებული რეიდი მოწინააღმდეგის ზურგში. მსგავს ოპერაციებს უკრაინის მცველები ყოველდღიურად აწარმოებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კიევმა გაანადგურა 6 რუსული სამიზნე, სადაც კრემლის არმიის შეიარაღება და ცოცხალი ძალა იყო განლაგებული. განადგურდა ასევე რუსული მართვის 3 პუნქტი, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და ბევრი სხვა რამ. პარალელურად არ წყდება რუსეთის არმიის იერიშებიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ერთ დღეში მათ საოკუპაციო არმიის 171 იერიში მოიგერიეს. სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, რომ რუსეთს უჭირს სტრატეგიული წარმატებების მიღწევა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა კრემლის მხრიდან არაკონვენციური იარაღის გამოყენების შესახებაც ისაუბრა. რუსეთის საჰაერო იერიშები რეკორდულ ნიშნულს აღწევს და ჩვენ ვხედავთ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების მზად ტენდენციას უკრაინაში. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. პასუხად კი ევროკავშირი აპირებს რუსეთს სანქციების ერთ-ერთი მკაცრი პაკეტი დაუმტკიცოს. მოსკოვის სამხედრო პოლიტიკურ ამბიციებს კიდევ ერთხელ ღიად უპირისპირდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც. ლონდონის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტ ჩეთემ ჰაუსში სიტყვით გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ კიდევ ერთხელ გააფრთხილა მოკავშირეები, რომ ალიანსს მეტი რესურსი სჭირდება სამხედრო წარმატებისთვის. პუტინის ომის მანქანა ჩქარი ტემპით მუშაობს და არ ნელდება. ჩინური ტექნოლოგიების დახმარებით მოსკოვი საკუთარ ძალებს აახლებს და იარაღს გაცილებით სწრაფად აწარმოებს. საბრძოლო მასალას, რაც შეეხება რუსეთის სამთვეში აწარმოებს იმდენს, რამდენსაც ნატო მთელი წლის განმავლობაში. მოსკოვს შეუძლია მიმდინარე წელს აწარმოოს 1500 ტანკი, 3000 ჯავშან მანქანა და ისკანდერის 200 რაკეტა. 5 წელიწადში რუსეთს შეეძლება ძალა გამოიყენოს ნატოს წინააღმდეგ. კრემლი არაფერს ამბობს რუსეთის სამხედრო მრეწველობის მასშტაბების შესახებ. ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვმა მნიშვნელოვნად გაზარდა საარტილერიო ჭურვების წარმოების ტემპი, თუმცა ამავდროულად შეიარაღებას ჩრდილოეთ კორეიდანაც იღებს. მარკ რუტემ მკვეთრად განსაზღვრა ის მიმართულებები, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სჭირდება სამხედრო პასუხის ეფექტიანობის გასაზრდელად. The exact details are classified. დეტალების ზუსტი შინაარსი გასაიდუმლოებულია, თუმცა ჩვენ გვჭირდება საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების 400%-იანი ზრდა. ჩვენ გავაძლიერებთ ცის დამცავ ფარს. ჩვენ სამხედროებს ასევე სჭირდებათ ათასობით დამატებითი ჯავშანმანქანა და ტანკი, მილიონობით საარტილერიო ჭურვი. უნდა გაორმაგდეს ლოგისტიკის, მომარაგების, ტრანსპორტირებისა და სამედიცინო უზრუნველყოფის შესაძლებლობები. მოკავშირეები უფრო მეტ საბრძოლო ხომალდს და სამხედრო თვითმფრინავს შეიძენენ. ერთ მაგალითს გეტყვით. მოკავშირეები ერთობლივად შეისყიდიან F-35 ტიპის სუმცირე 700 გამანადგურებელს. ჩვენ ასევე ჩავდებთ ინვესტიციებს უფრო მრავალრიცხოვან დრონებსა და შორსმოქმედ სარაკეტო სისტემებში. და მეც დავხარჯავთ კოსმოსისა და კიბერსივრცის შესაძლებლობების განვითარებაზე. უკრაინა ახლა დამატებით შეიარაღებას ელოდება. კიევის გარშემო მოკავშირეთა ძალების კონსოლიდაცია კი კიდევ უფრო მტკიცდება.